დღეს სოფელ შინდისში გმირთა მემორიალთან ქართული ოცნებიდან თითქმის ყველა ლიდერი ჩამოვიდა, მათ პატივი მიაგეს დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას ყვავილებით და შემდგომ უკვე მედიასთან ჩვენ მათგან მოვისმინეთ იგივე გზავნილები, რაც ამ დღეების და ზოგადად ამ წლების განმავლობაში მათგან გვესმის კიდევ ერთხელ დადანაშაულება წინა ხელისუფლებისა ომის დაწყების გამო. დავიწყოთ მიხელ ყაველაშვილის კომენტარით. საინტერესო იყო მისი განწყობები, გამომდინარე იქიდან, რომ ჩანს, რომ ხალხის ნეგატიური თუ კრიტიკული განწყობა ყაველაშვილს იმდენად აღიზიანებს და აბრაზებს, რომ მან გადაწყვიტა დღეს შინდისში ჩამოსვლა და მედიასთან კითხვებზე პასუხების ნაცვლად მედიისთვის თავდასხმა. ის ამბობს, რომ სწორედ კრიტიკული არხები არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მის მიმართ ნეგატიური განწყობები არსებობს და იერიში მოკლედ ჟურნალისტების მიმართ ჰქონდა. რაც შეეხება თავად აგვისტოს ომთან დაკავშირებით მის გზავნილს, ყაველაშვილმა დღესაც გაიმეორა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი წინა ხელისუფლებამ დაიწყო. დღევანდელ ხელისუფლებას უფრო მეტი მორალური უფლება გვაქვს, რომ დღეს ჩვენ გამოვაცხადოთ მობილიზაცია, შევკრათ ჩვენი ჯარი დღეს ბევრად ძლიერია, ხო? ჩვენი თავდაცვის ძალების მობილიზაცია გავაკეთოთ და დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი ამ ტერიტორიების დაბრუნება და მობილიზაციით და სამხედრო, ასე ვთქვათ, მასშტაბური სამხედრო ოპერაციებით დავიწყოთ ეს ყველაფერი. ჩვენ ეს მართლები ვართ, მორალური უფლება გვაქვს, მაგრამ უყურეთ რა არის რეალობა, რომ ამას რა შეიძლება მოყვეს ამის გაფიქრება და გააზრება, როცა არ შეგიძლია, ან იცი და დავალებას ასრულებ, რომ ამ ასეთ შედეგს რა შეიძლება მოყვეს და ამაზე აქვს აქცენტი, რომ აბა რა, ჩვენ მართლები ვიყავით და ჩვენ თან თვითონვე სცემენ პასუხს რას, უყურეთ ჩვენ ტერიტორიაზე ომს ჩვენ როგორ დავიწყებდით, ხო? ეს გააკეთა სააკაშვილმა ამის თქმა. სააკაშვილმა უარესი გააკეთა. მანამდე არ იბომბებოდა ქართული სოფლები? უარესი გააკეთა და სააკაშვილს ციტირებ. თქვენ საპასუხოდ სააკაშვილს ციტირებ ეხლა, რომ დიახ, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ აღმედგინა, ასე ვთქვათ, კონსტიტუციური წესრიგი და შევსულიყავით. ქართული სოფლები იბომბებოდა, ბატონო მიხეილ, 7-ში რა ხდებოდა, გახსოვთ, 6-ში, 5-ში, 4-ში? რეზოლუციაზე რო იყო საუბარი, რეზოლუციაში რა წერია, რომ ფართო მასშტაბიანი სამხედრო, საომარი მოქმედებები დაიწყო ქართულმა მხარემ, სააკაშვილის ხელისუფლებამ და ამაზე ქვეყნის დადანაშაულება. ეს არ არის ქვეყნის დადანაშაულება ამის თქმა გინდა. ეს განახორციელა ნაციონალურმა მოძრაობამ და ხელი მოაწირა ამას, რომ მათ დაიწყეს ფართო მასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ცხინვალის რეგიონში. სწორედ ესეთი მიამიტური დასმა კითხვის, რომ ომი ვინ დაიწყო, სწორედ ეს იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ბოლომდე არ გქონდეს გააზრებული და გამოძიებული მათი დანაშაულის შესახებ, რომ მათმა უგუნურმა ქმედებებმა გამოიწვია ის, რომ ჩვენ დავკარგეთ დამატებით 120 სოფელი. შინდისის ბიჭების გმირობის შემდეგ ეს უსირცხვილო, ეს ნაძირლები დაუთბა მტერს, ამათი გაგებით მტერს მიყიდა ობიექტები გააწევრიანა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, კულტურული, ასე ვთქვათ, მუშაკები გააგზავნა და ამღერა მოსკოვში. ეს ადამიანები ამას აკეთებდნენ და მეტი რაღა პასუხი ჭირდება საზოგადოებას. დღეს მედიასთან აგრესიული იყო ირაკლი კობახიძეც. ბუნებრივია მას შევახსენეთ ოკუპირებული ცხინვალის გამოხმაურება მის განცხადებაზე, როცა მან თქვა, რომ წინა ხელისუფლებამ დაიწყო ომი რუსეთის წინააღმდეგ. იღებს თუ არა კობახიძე საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობას, ან რაიმე ზიანს ხედავს თუ არა რისკებს მის განცხადებაში, რომ შესაძლოა არაღიარების პოლიტიკას, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას მიადგეს ჩრდილი. თუმცა კობახიძე ამბობს, რომ სხვა გამოხმაურებები მას არაინტერესებს, რომ მისი თქმით წინა ხელისუფლების დანაშაულია 2008 წლის აგვისტოს ომი. ის ასევე საუბრობს რუსეთის დანაშაულზეც, თუმცა კითხვაზე რატომ ვერ უწოდებს რუსეთს მტერს, როგორც ჩანს ეს არის მნიშვნელოვანი და მტკივნეული კითხვა თავად ქართული ოცნებისთვის, რადგან ირაკლი კობახიძე დღეს ამბობს, რომ მტერს რომ მტერი ვუწოდოთ, მაშინ ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მოქმედებებიც ამის შემდგომ, რისგანაც ახლა ქართული ოცნება თავს იკავებს და ასე ახსნა მოკლედ რატომ არ გვესმის ხელისუფლების მხრიდან, რომ ქვეყნის მტერი რუსეთია. არ არსებობს არავითარი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა, არ არსებობს არავითარი აფხაზეთის რესპუბლიკა. ასეთი ერთეულები არ არსებობს და აქედან გამომდინარე ჩვენ საერთოდ არ გვაინტერესებს ამ დე-ფაქტო წარმონაქმნების ოკუპირებული ტერიტორიების წარმომადგენლები რა განცხადებას აკეთებენ. რაც შეეხება ჩემს განცხადებას.
მე გავიმეორე ის, რაც თქვენმა პარტიამ ჩაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციაში, იქ გარკვევით ჩაიწერა ასეთი რამ, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ფაზაში კონფლიქტი გადაიზარდა თქვენი პარტიის მიერ ცხინვალის გაუფრთხილებლად დაბომბვის შემდეგ. და ამ ყველაფერს თქვენმა პარტიამ მოაწერა ხელი თავის დროზე 2008 წელს, როცა ომის დასრულებიდან დღეები იყო გასული. აქედან გამომდინარე, თქვენს პარტიას მოგკითხეთ, ჯერ რამტო გააკეთეს ეს და მე რატო მიცეს აღიარებთ ჩვენება ევროსაბჭოში და მთელ ევროპულ თანამეგობრობასთან ერთად რატო მოაწერეს ხელი ევროსაბჭოს რეზოლუციას. საოკუპაციო რეჟიმს, რომელიც ითხოვს დამოუკიდებლობას, თქვენ მიეცით არგუმენტი. ასევე მინდა ყოველი ახლა სამარცხვინო არგუმენტი თუ ვინმე რამეს მიცა, ეს იყო ის, როდესაც თქვენმა პარტიამ ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც აღიარა ის რომ კონფლიქტი მათ გადაზარდეს ომში. ჩვენი მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ეს არის ჩვენი პოლიტიკური განაცხადი და ჩვენ იმედი გვაქვს რომ პოლიტიკური ცვლილებების კვალად ეს ყველაფერი გახდება შესაძლებელი. 2012 წლის შემდეგ შედეგები რო ავიღოთ. რუსეთის ფედერაციას პირველად არის ჩვენი ამ მოკლე ისტორიის განმავლობაში 35 წლის მანძილზე, რომ რუსეთს არ ქონია არავითარი წინსვლა, არც ტერიტორიული წინსვლა, არც ეკონომიკური წინსვლა საქართველოს ტერიტორიაზე. ქართული მხარის დადანაშაულება შეიძლება თუ არა აქ ზიანის მომტანი იყოს ამ აღიარების ქართულ მხარეს არავინ არ დანაშაულებს, ჩვენ ვადანაშაულებთ თქვენს პარტიას. მხოლოდ და მხოლოდ თქვენს პარტიას იმ ამანტიურაში, რაც ჩაიდინეს გარეთ დაკვეთ. როდესაც თქვენმა პარტიამ მოკლა სანდრო გერგულიანი, ბუტა რობაქიცე, მაშინ საქართველოს არ მოკლავს არც გერგულიანი და არც რობაქიცე. თქვენმა პარტიამ მოკლა. თქვენმა რეჟიმმა არა, ეგრეა. აქაც ეგრეა. აქაც ეგრეა. თქვენმა პარტიამ მოკლა, თქვენმა პარტიამ გერგულიანი და რობაქიცე და თქვენმა პარტიამ დაიწყო ის ომი, რომელიც დასრულდა ჩვენი ქვეყნისთვის უბედურებით. და ეს არის რაც შემიძლია. ბატონო ირაკლი, საერთაშორისო სამართალში ქვეყანა და ხელისუფლება ერთი და იგივე ანალოგიური ნარატივი ჰქონდა დღეს მამუკა მდინარაძესაც. რეგიონული განვითარების მინისტრი მხოლოდ ერთი თვით დღეს მედიასთან იხსენებს 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს. ის ისევ ამბობს, რომ აგვისტოს ომი დაიწყო 8 აგვისტოს, რუსეთის რეგულარული არმია საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 8 აგვისტოს. ჩვენ ბუნებრივია ვცადეთ მისი მეხსიერების შემოწმება რა ხდებოდა 7-ში ან მანამდე პერიოდში საქართველოში, ქართულ სოფლებში. ის ამბობს, მანამდე პერიოდი იყო ესკალაცია და სწორედ სააკაშვილის მთავრობის მოქმედებებმა გადაზარდა ეს ომი ფართომასშტაბიან ომში და შესაბამისად ომი მისი მტკიცებით 8-ში დაიწყო, რაც ნიშნავს მისი მხრიდან კიდევ ერთხელ წინა ხელისუფლების დადანაშაულებას. არის ისტორია, რომელიც ვერ გადაიწერება. ერთი მხრივ სააკაშვილის და მისი რეჟიმის ღალატი საკუთარი ქვეყნის მიმართ და მთელ მსოფლიოს რომ აჩვენა დაბომბვა 7 აგვისტოს და მეორე მხრივ ის რომ რუსეთს საქართველოს ომი დაიწყო 2008 წლის 8 აგვისტოს, ესეც ვერ გადაიხედება. საკუთარ ტერიტორიაზე განახორციელა დაბომბვები და ეს აჩვენა მთელ მსოფლიოს. რუსეთი რასაკეთებდა აგვისტოს დასაწყისში? აი პირველიდან 7-მდე. პირველიდან 7-მდე მიდიოდა ესკალაცია, რომელშიც მიუძღოდა რუსეთს ასევე ბრალი. იბომბებოდა თუ არა ქართული სოფლები პირველიდან 7-მდე. დიახ, იყო სამხედრო ესკალაცია, თუმცა არასრულმასშტაბიანი და სამწუხაროდ ხელი მოუწერეს იმაზე, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო ღონისძიება ჩვენ წამოვიწყეთო. და ამის მიუხედავად არც გაეროს უშრობის სხდომა უხსენები არათუ მოუწევია ვინმეს და არც არაფერი უღონია იმისაც, რომ საკუთარი ქვეყანა გაემართლებინა. ამის ნაცვლად მან დაიწყო მასირებული დაბომბვა. ოღონდ არც ერთი მტკიცებულება არ ეჭირა ხელში ისე, რომ რუსული რეგულარული არმია საქართველოში იმყოფებოდა. ახლა ამბობენ სიტყვით. და ეს სიტყვით ნათქვამი არც აწერია. თუ არ გინდათ რომ მოღალატეობრივ მათ მოქმედებს მოღალატეობრივი გაправება დავამატოთ ზემოდან. ვიდან მოღალატეობა არ მინდა ოღონდ. არავის ვიდან ძალიან კარგი. ამიტომ უნდა ვთქვათ და დაიმახსოვრეთ ეს. და ის ასე იყო, ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ დიახ, სამწუხაროდ გასცა ბრძანება მასობრივი დაბომბვის და ეს ყველა ვნახეთ. საკუთარი თვალით და საკუთარი ყურით მოვისმინეთ და რუსეთი საქართველოს შემოიჭრა 8 აგვისტოს, რითაც დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. თუ გაინტერესებთ კითხვაზე პასუხი, როდის დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი? 8 აგვისტოს და ის დაიწყო რუსეთმა, ოკუპანტმა ქვეყანამ. 8-ში დილით გახარებული სააკაშვილი ამბობდა, რომ აიღო ტერიტორიები, მისი მინისტრები იყვნენ აჟიტირებულები, აიღეს ტერიტორიები და ასე შემდეგ და ამით ადასტურებდნენ შეტევაზე გადასვლას ვიღაცის თუ რაღაცის წინააღმდეგ, რაც ასევე საბოლოო ჯამში
ქართველებს ხო გაქვს გამოთქვა ურემი რომ ამობრუნდება გზამერი გამოჩნდება გზა გამოჩნდა და სამწუხარო რეალობა გამოჩნდა რომ ისინი აზრზე არ იყვნენ რასაკეთებდნენ ერთადერთი შეიძლება ვთქვათ რომ ისინი უქმნიდნენ რუსეთს მტკიცებულებებს საბაბ და მიზეზს საიმისოთ რომ ის საქართველოს შემოჭრილი ქართული ოცნების გარდა შინდისში გმირთა მემორიალთან დილიდან იკრიბებიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ცოტა ხნის წინ აქ იმყოფებოდნენ ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერები, რომლებმაც ყვავილებით შეამკეს მემორიალი, ესაუბრდნენ აქ გმირი ჯარისკაცების ოჯახის წევრებს, მედიასთან კომენტარში იხსენებენ 18 წლის წინანდელ მოვლენებს და ასევე საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ განცხადებებს. დღეს არის შინდისის გმირების დღე და სწორედ ამ 17-მა გმირმა ჯარისკაცმა აქცია აგვისტოს ომი და შინდისი ისტორიულ ადგილად, სადაც ყოველ წელს თითოეული ქართველი და მოდიოდეს და პატივს მიაგებდეს აგვისტოს ომის გმირებს. თუმცა უნდა გვახსოვდეს ყველას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ არავის არ ეპატიება ამ გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა. ნიველირება იმ მსხვერპლისა, რაც საქართველოს ჯარისკაცებმა, ქართულმა არმიამ და ქართულმა სახელმწიფომ გაიღო. ეს მსხვერპლი იყო ოკუპანტის თავდასხმის შედეგად გამოწვეული და საკუთარი სამშობლოს, საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება ომის დაწყებაში არის ღალატი, რომელსაც უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ მიწაწყალს ვიცავდით, ჩვენ არცად არ შევჭრილვართ და ომი არ დაგვიწყე. ეს პროვოკაციები მზადდებოდა ძალიან დიდი ხნის კიდევ მე მახსოვს მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში თანამდებობაზე ვიყავით და მაშინაც უკვე გძნობდით დაძაბულობა იგრძნობოდა რომ აი ხვალ თუ არა დღეს ესენი პროვოკაციებს აუცილებლად გააძლიერებდნენ და ნამდვილად შემოვიდოდნენ რა მაგრად მოიქცა ქართველი ჯარისკაცი. აი ამაზე უნდა ვისაუბროთ დღეს და აი ამ ბიჭების გმირობა ეს მართლა ასახწერია და კი გამოვდივარ 11 აგვისტოს, მაგრამ ამაზე ყოველდღურად უნდა იყოს საბა. ამაზე სკოლებში უნდა იყოს საუბარი. სოფელ შინდისში ბუნებრივია დღეს აქ გმირთა მემორიალთან თავს იყრიან შინდისის ბრძოლაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, მშობლები, დები, შვილები. ისინი იხსენებენ ამ მოვლენებს, იხსენებენ საკუთარ ისტორიებს და ჩვენთან საუბარში ამბობენ, რომ ის საუბარი, რაც დღეს პოლიტიკურ წრეებში მიმდინარეობს, იმის შესახებ თუ ვინ დაიწყო ომი ან ვინ არის ამ ომის დამნაშავე ან რომელია აგვისტოს ომის რეალური თარიღი, ეს საუბარი მათთვის არის მიუღებელი, რადგან ყველაფერი მკაფიოა და საზოგადოებამ ისედაც იცის თუ ვინ არის აგრესორი საქართველოს წინააღმდეგ. შესაბამისად, ისინი ეწინააღმდეგებიან დღევანდელ რიტორიკას, რომ ამ ომის მთავარი დამნაშავე წინა ხელისუფლება.